შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დებიუტი გატაცება ჩასაფრებით. შეიძლება ითქვას, რომ გელა გელაძემ მელიას აყვანის დავალება უმციკლოდ შეასრულა. ოპოზიციონერ ლიდერს სამგზის პოლიტიკურ პატიმარს, რომელსაც ტელეფონზე უსმენდნენ, პოლიცია სახლიდან აედევნა. ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა, როდესაც გააჩერეს საგანგებო ჩერჩეულ ისეთ ადგილას, სადაც სათვალთვალო კამერები არ დგას. თვითმხილველები ამბობენ, რომ 100-მდე პოლიციელმა, ნაწილი მათგანი სამოქალაქო ფორმაში იყო გამოწყობილი, მელია ძალის გამოყენებით მანქანიდან გადაათრია და შემთხვევის ადგილიდან ამ ფორმით წაიყვანეს. ვინც კი მელიას ახლდა, მათ შორის მისი მძღოლი ამბობს, რომ ტელეფონები ძალის გამოყენებით წაართვეს და პოლიციამ მანქანის სალონიდან მოგლიჯა ვიდეო ჩამწერებიც. დავალების შესაბამისად საზოგადოებას არ უნდა ენახა ოპოზიციონერის უკანონო აყვანის კადრები. ვიცოდით, რომ ნიკა მელია სასამართლოში მისვლას არ გეგმავდა. ვიცოდით ისიც, რომ სასამართლო მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ციხეში გაუშვებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ოცნებამ საკუთარი სიძლიერის დემონსტრირებისთვის ურჩი პოლიტიკოსი საკუთარ მოსამართლეს დარბაზში მიჰგვარა. მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გვეუბნებიან, რომ პოლიციისთვის შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო. მაგრამ ვის, როდის და რა ვითარებაში მიაყენა მან შეურაცხყოფა, არავინ იცის. ნიკა მელიას შემდეგ თეა წულუკიანის კალენდრის მიხედვით ციხეში გაშვება უწევს ნიკა გვარამიას. მან დაკისრებული გირაო არ გადაიხადა და უმორჩილებლობის გამო ციხეში უკვე სხედან. ამავე სახლის სხვა ბრალდებულები ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ზურა გირჩი-ჯაფარიძე. პატრულმა გაგვაჩერა ზუსტად ამ ტერიტორიაზე. ორი ეკიპაჟი იყო, ერთი ეკიპაჟი მოდის ჩემთან, ერთი მიდის საჭესთან ხარ თქო. კი, მე საჭესთან ვარ, უკანა მანქანაში, ანუ დაცვის მანქანა რომელიც არის. ვიპთან მიდის მეორე ეკიპაჟის თანამშრომლები და საბუთებს გთხოვენ და კი, მეთქი არ არის პრობლემა, ეხლა მე მოგცემ მეთქი. ავიღე საბუთები, თან ის მინდაო პირადობაო და აი მაშინ უკვე გასაგები იყო ყველაფერი, კი, რომ უკვე სხვა სიტუაციაში ვიყავით. მეტი თვალსაჩინოებისთვის, როგორ და რა ვითარებაში გაიტაცეს ნიკა მელია თვითმხილველთან ერთად იმ გზას გავივლით, რაც სამოქალაქო ფორმიანმა პოლიციელებმა ოპოზიციონერი ლიდერის ადევნებისას გაიარეს. ძალადობა ისე იმდენი ხალხი ეხმეოდაზე, უბრალოდ ვერ იმას ვქენი რა, ნიკას ერთი ხმა გავიგე, უბრალოდ მანქანიდან რომ გადმოიყვანეს, ნელა ბიჭო და всё, ის ხმაც გადაფარეს, აი ხმა მაღალი ყვირილით. ოპოზიციონერი ლიდერი ჯერ საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. შემდეგ კი ძალის გამოყენებით დაკავების სპეციალურ მანქანაში ჩასვეს. ყველაფერი ჩამოართვეს. მანქანაზე დამონტაჟებული კამერები დაამტვრიეს და ყოველგვარი საფუძველის გარეშე ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ამ მასშტაბური გატაცების ეპიზოდიდან არც ერთი კადრი არ არსებობს. არაფერი საერთოდ არანაირი საუბარი, ეგრევე შუშა ქონდა ნიკას ეტყობა ჩაწეული თავის მხარეს და ის მანქანა გარედან არიღება, მაგრამ შიგნიდან ჩაუყვეს ხელი, გაუღეს ეგრევე გახეთქეს კარები და აი წამებში რა, სადღაც 30 წამში უკვე მარშრუტკაში ყავდა ჩატენილი. ჩემს მანქანას, რომელიც მე უკან მივყვებოდი, ვიდეო რეგისტრატორი ეყენა, ეს ვიდეო რეგისტრატორი ეგრევე ჩამოგლიჯეს, ვიპზეც ეგრევე ჩამოგლიჯეს. როდესაც იბრძვი ხო, უნდა იცოდე, რომ ამ ტიპის სახელმწიფოში, როდესაც ავტოკრატია მართავს ქვეყანას, ციხეზე გადის, საკანზე გადის ბრძოლა. ხო, ნუ გადის, საკანზე გადის ეს ბრძოლა. ეს იმას დანიშნავს, რომ შენ მარცხები ან აპირებ ციხეში ჩალპობას. მე საკუთარ თავს ვიცნობ. როგორც თქვენც იცნობთ და თქვენი მაყურებელიც, ხო? იმ შემთხვევაში თუ მე ამ გირაოს ეგრეთ წოდებულს გადავიხდიდი, მე საკუთარ თავს დავკარგავდი, მე დავსუსტებოდი მორალურად, მე უვარგისი ვიქნებოდი ამ ბრძოლაში. ნიკა მელია, რომელიც შაბათის ფორმულამ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერა, ამ ტიპის სახელმწიფოში კიდევ ერთ პატიმრობას ისედაც ელოდა, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც ის წარმოიდგენდა. ამ ტრივიალურ საქმეზე დაკავება, რომელიც დროებითი იქნება, ანუ სურვილსაც არ მიჩნევს ვილაპარაკო ბევრი, არ დაგიმალოთ. დაელოდებიან ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის დაფრთხიანებას სისტემაში და მე მისი ერთ-ერთი პირველი
იქნება, ვაჟკაცობა იქნება. წულუკიანის არალეგიტიმურ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს გადახდის ვადის ამოწურვას არ დაელოდნენ. ცხადია დაკავებამდე უსმენდნენ და ისედაც იცოდნენ, რომ მელია არც გირაოს გადახდას და არც კლანის სასამართლოს სხდომაზე დასწრებას პრინციპულად არ აპირებდა. სხვათა შორის ძალიან ახლოს ვიცნობდი ერთ პერიოდი ქალბატონ წულუკიანს. ძალიან შეცვლილია, წასულია. დასავლეთ ხელიდან არის წასული. მშობელი იცნობს მას და როდესაც 2013 წელს დაკითხვებზე მატარებდნენ, მაშინ მამასთან აქვს ზარი განხორციელებული და დამშვიდობებული ყავს, რომ უნერვიულობთ ბატონ მაზო. ორი ზარი, ერთი ზარი, როდესაც დარეკა და მშობელი დააწყნარა, რომ უნერვიულობთ, მეორე ზარი, რომელსაც არ უპასუხე და ახლა უნდა რომ გაგიშვათ ციხეში. გატაცებულ პოლიტიკურ ლიდერს ადვოკატები და ოჯახის ახლობლები ღამის განმავლობაში რამდენიმე საათი ეძებდნენ. ვერც ის გაიგეს, რა შეიძლება დააბრალო გადაცემაში სტუმრად მიმავალ მელიას, რომელსაც რამდენიმე საათში ისედაც დააკავებდნენ. იკასთან დაკავშირებით ზოგადად ესენი ამყარებენ ხოლმე რეკორდებში, როგორც ჩანს ყველაზე უფრო აღსანიშნავი ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში კაცია მათთვის და დღეს რაც გააკეთეს საერთოდ წინსწრებად დაჭერა. ეგეთი მართლა არ მოხდარა. ჯერ ყოველ შემთხვევაში არ მოხდარა დანამდვილებით. თქვენს გაქვთ სასამართლო მგონი 7 ივნისს თუ არ მეშლება. მე რასელოდებით იგივეს? რა თქმა უნდა. ერთმა დამიფაროს რომ იგივე არ მოხდეს. ნიკამელია ოფიციალურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის და შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. სპეცოპერაციიდან 3 დღეა გასული. საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის, რა ფორმის წინააღმდეგობაში იყო ბრალდებული პოლიციასთან. პოლიციის დღეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ისევ მტკიცებით ფორმაში, მტკიცებულებების გარეშე საზოგადოებას არ წმუნებს, რომ მელია ისევ დასაჭერი იყო. ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომელთაც მან შეიძლება ესაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. რა ვიცი, ეს არაფერში არ აინტერესებდა, მით უმეტეს, რომ მას მოგვიანებით მოუწია წინასწარი პატიმრობის შეფარდებაც. საქალაქო სასამართლოს ეზო და მიმდებარე ტერიტორია ზურა ჯაფარიძის სხდომის მსგავსად პოლიციას ჰქონდა ოკუპირებული. მიმდებარე ტერიტორიაზე აუარება პოლიცია, წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი იდგა. ამ სასამართლოში ირაკლი შვანგირაძის თავმჯდომარეობით პროცესზე ისედაც ყველაფერი წინასწარ იყო განსაზღვრული. რატო არ ახართ სასამართლო დარბაზში? მე გაუძლებ მომზადებული ვარ, მაგრამ ნიკა ვერ გაუძლებ ჩემ ნახვას და ჩემ ცრემლებს. ამტომარჩევეთ. უფრთხილდები შულს. სანდრო როგორ არის? პირველში მაინც დაეჭირათო და რატომ 31-შეო ფეხბურთის საყურებლად მივდიოდი და მე და მამაო და კი ნიკამ მოგვიყო ეს ამბავი. ერთი კვირა იცის და კითხვა არ დაუსვავს. ჯერ არ დაუსვავს კითხვა. უბრალოდ კითხა გუშინ წინ სად ვაპირებ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებას. ანუ ხვიჩა კვარაცხელია სად უნდა ვუყურო? შენთან უნდა ვუყურო უფიშიო თუ სახლშიო? და აქ ერთხელ ვუყურეთ ერთად. და აი ცოტა მაიმუნური კითხვა დამისვა, რაზეც ვთქვი რომ ჯერ არ ვიცი თქვენ. სანამ საგანგებოდ გამართულ მელიას ბოლო ხმაურიან სხდომაზე შევალთ, 2012 წლიდან ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებების და დევნის სხვა ხმაურიან ეპიზოდებს გადავავლოთ თვალი. საგანგებო სპეცოპერაცია პარტიის ოფისში. კიდევ ერთი გადაუხდელი გირაო და სამაჯურის საჯარო მოხსნა და გადაგდება საქართველოს პარლამენტთან. ნიკა მელია ოცნების ხელისუფლებამ მოსვლის დღიდან დღემდე 3ჯერ დააკავა. ამ მოვლენების კვალდაკვალ იცვლებიან მინისტრები, პრემიერ-მინისტრები და ხელისუფლების თავკაცები. სამაგიეროდ არ იცვლება ნიკა მელია უკომპრომისო ყველა ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ. გაგვიმხილა, რომ არც ერთი პატიმრობისას ციხეში ზაფხულში არ ყოფილა. ყველაზე მეტად შვილის გარეშე ყოფნა უჭირს, თუმცა ციხე მისთვის ტრაგედიაზე მეტად ღრმა ფიქრისა და ბრძოლის ერთ-ერთი იარაღია. მართალი რო ხარ ეს გეხმარება და ვცდილობ რა ადაპტაცია გაია რომ ადაპტირდე იმ რეალობასთან. ღრმად ფიქრის შესაძლებლობა გეძლევა. სიჩუმე, სიწყნარე, საკუთარ თავთან დარჩენა და არ ვიცი, კითხვა და იმის გააზრება, რომ ეს ეტაპიც ძალიან მალე გაივლის და კვლავ მე აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში.
ბოლო სანახაობრივი სასამართლოც დაიწყო. მოსამართლის ისიც კი არ აინტერესებდა, რა ფორმით მოგვარეს ბრალდებულის ხდომაზე და იძალა თუ არა გატაცებულ მელიაზე პოლიციამ გასულ ღამეს. ამ დღეს, როცა მე-12 დარბაზში ნიკა მელიამ პროტესტის ნიშნად კლანის მოსამართლეს წყალი შეასხა, სასამართლოს სხვა დარბაზებში რეჟიმის სხვა ტყვეების საქმეებიც მიმდინარეობდა. სამი აქტივისტი ივანიშვილის სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობაში გაუშვა. არ აინტერესებს გატაცებული ვიყავი, არ ვიყავი. რადგან ნიკა მელიას გატაცების კადრები არ აგვაქვს ფინალში, ისევ მოსამართლისთვის წყლის შესხმის კადრები იყოს. ერთი ბოთლი ცივი წყალი მოსამართლე შვანგირაძის გარდა თანაბრად და სიმბოლურად ეკუთვნის ყველა უკანონო გადაწყვეტილების ავტორს სისტემაში გამოსაფხიზლებლად. უნდა მიშტო